ტურის ნაპირ სამაგრის სამუშაოები გრძელდება გარდაბნის რაიონის სოფელ ახტაკალში ჯებირის მშენებლობა 220,000 ლარი დაფინანსდა და სულ ნაპირ სამაგრის სამუშაოებისათვის ბიუჯეტში 8 მილიონია გათვალისწინებული. ნაპირ სამაგრის სამუშაოები სულ 6 რეგიონში 40 ყველაზე სახიფათო კალაპოტზე მიმდინარეობს. დღეს ახტაკალში სარეაბილიტაციო სამუშაოები გარემოს დაცვის მინისტრმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დაათვალიერეს. წელს გაგრძელდა ასე ვთქვათ ნაპირ სამაგრის სამუშაოები 220,000 ლარი იხარჯება საკმაოდ დიდი პრობლემა ეხსნება სოფელს და მთელი საქართველოს მასშტაბით 40 ყველაზე უფრო კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფილი ობიექტი კეთდება წელს და ამ მიზნისთვის 9 მილიონი ლარი იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია. ყოველწლიურად მტკვარი უქმნიდა პრობლემას ამ სოფელს და მოგეხსენებათ ამ სოფლის მოსახლეობა 5,000-ზე ბევრად მეტია. ეს პრობლემა ერთი და უნიშნულოვანესი ნაწილი გადაიჭრა გასულ წელს და გაკეთდა ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილით უკვე